მოგესალმებით მეგობრებო, ვიცი დამაწუხებელია ალბათ უკვე ემიგრაციიდან მოწოდებები და ახლა უკვე ტროლები რა თქმა უნდა შეიძლება მიწერენ რომ ჩამოდი და აქ თუ მაგარ ხარ თქვენი, მაგრამ ახლა ერთი პატიმრით მეტი მაგ ციხეში იქნება თუ არა, რა ვიცი, გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არა აქვს და ამიტომ ვიკაებ და რა ვქნა, გამჩენი არ მასწავლებს და მინდა კიდევ ეს ვიდეო ჩავწერო. რა თქმა უნდა, მივესალმები ექიმების მარშს, რა თქმა უნდა, კარგია და მინდა მოუწოდო ქუთაისში მყოფ ექიმებს და ძალიან ბევრ პატრიოტს ვიცნობ. ბათუმი იქნება ეს გორი თუ რა მნიშვნელობა აქვს თელავში, აუცილებლად გამოვიდნენ და აუცილებლად დადგენ იქ სადაც დასადგომია და დროის ამბავია, ყველას მოგადგებიან. დროის ამბავია მხოლოდ მეტი არაფერი, სხვაობა იქნება ერთი თვე, ორი თვე, ან თუნდაც ერთი წელი. და მინდა ყველა ადამიანს უთხრა, ის ექიმები, რომელიც გამოდიან ქუჩაში, ამ წუთას, ისინი არიან გისიულები, ისინი არიან მცოდნეები და მიტუარეშინიათ ხელისუფლების და ის ვინც არ გამოა, ის ექიმი არის ჩლუნგი და ხელისუფლებაზე დამოკიდებული. სხვანაირად ის ვერ იექიმებს. ამიტომ პაციენტებო, მიდით იმ ექიმებთან, ვინც ღირსეულად არის, ვინც ქუჩაშია და თავი შეიკავეთ იმ ექიმებთან მისვლით, რომლებიც ახლა ხმას არიღებენ. თორემ მასეთი ექიმებით გადასებულია სტრასბურგი, მაგი მაინც მაგ ნახული და იმგენის ამბები მაქვს მოსვენილი. აი, ზუსტად ის ექიმები, ვინც ექიმობას ინარჩუნებენ ხელისუფლებასთან ლოიალობით. მაგნაერები პაციენტებით გადავსებულია სტრასბურგი რო იცოდეთ და საფრანგეთი და ევროპა საერთოდ. ამიტომ გამოვიდეთ კმაყოფილი პაციენტები იმ ექიმების, ვინც ახლა ქუჩაში გადიან და დაუდგეთ გვერდში. და კიდევ ერთხელ მინდა თქვა, არ მასვენებს გამჩენი, რა ვქნა, ვაძლევ თავს უფლება ეს მოწოდება გავაკეთოთ. შევცვალოთ უკვე ფორმა, რა ფორმითაც ვიბძვით, თქვენ მუხლებს ვენაცვალე, ქეთს ვიხრი ყველა იმის წინაშე, ვინც რუსთაველზე ვართ, მაგრამ არ მოიტანა შედეგი, ხო? არ დააყენა შედეგი. ამიტომ ჩემი აზრით ჯობია საელჩოებთან, ამერიკის და ევროპის საელჩოებთან აქციების გამართვა, მათი დახმარების გარეშე გვიჭირს ამ ხელისუფლებას